უსაქმურობა ხანდახან კარგია. თუ რამეს არ გააკეთებ, ყველა ვარიანტში არ გააფუჭებ მაინც. აი ეს რაღაცას გვეუბნება ის იდეოლოგია, რომელსაც დღეს ჩვენ და ვისაუბროთ. აი ახლა კი მოგესალმებით, ძვირფასო გამომწერებო და პოტენციურ გამომწერებო, დღეს ჩვენ საუბრობთ მის უდიდებულესობაზე, კონსერვატიზმზე. ძალიან საუჭოფო იდეოლოგიაა, ბევრს მოწონს, ბევრს არ მოწონს, ზოგმა არასწორადაც იცის, მაგრამ მაინც რა არის? პირველ რიგში მინდა გითხრათ ის, რომ კონსერვატიზმი არის ძალიან უნივერსალური რაღაცა, რაც შეიძლება თუნდაც შენთვის ეს იყოს კონსერვატიული ღირებულებების შემადგენელი ნაწილი, მეორე კონსერვატორისთვის ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავდეს. კონსერვატიზმი, როგორც სიტყვა, წარმოიშვა სიტყვა to conserve, ეს არის ზმნა, რომელიც წამოსულია ინგლისურიდან და ეს ნიშნავს რაღაცის შენახვას. აი, სიტყვა დაკონსერვება ხო გიგიათ? აი ესეთი რაღაცაა. ხოლო როგორც პოლიტიკური ტერმინი, ეს პირველად გაჟღერდა 19 საუკუნის 20-იან წლებში. ეს მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს იყო გამოხმაურება მსოფლიოს აიმძვრების მიმართ, რომელიც მაშინ იწყებოდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ფეხს იკიდებდა ინდუსტრიალიზაცია და ინდუსტრიული ხანა, რომელიც იყო კაცობრიობისთვის რევოლუციური. აი ამ დონის განვითარება კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა. აი წარმოიდგინეთ, ინდუსტრიალიზაციის დღიდან დღემდე იმაზე ბევრად მეტად განვითარდით, ვიდრე კაცობრიობა მთლიანად განვითარდა თუნდაც ინდუსტრიალიზაციამდე. ეს ცოტა სუბიექტური თემაა, მაგრამ შემიძლია ვიდეო ამაზე. რაც შეეხება პირველ კონსერვატიულ პარტიას, პირველი კონსერვატიული პარტია გვხდება 1835 წლიდან. ეს იყო ფრაქცია, რომელიც მოღვაწეობდა ბრიტანეთში. მას კი ერქვა თორი, ხოლო მის წევრებს ეძახდნენ თორებს. მათ საკმაოდ წარმატებით აითვისეს აი ეს იდეოლოგია და სახელიც გადაირქვეს. აი ასე დაიბადა პირველი კონსერვატიული პარტია ბრიტანეთში და ამავდროულად მსოფლიოშიც. რაც შეეხება პირველ ლიტერატურულ წყაროს, ეს არის ედმუნდ ბერკის ნაშრომი სახელად განაზრებანი საფრანგეთის რევოლუციისა. ეს ნაწარმოები თარიღდება 1790 წლით. ეს არ არის უშუალოდ ამ იდეოლოგიისთვის მიძღვნილი ნაწარმოები, თუმცა იგი გაჟღენთილია კონსერვატიული იდეოლოგიის წვენით, აი ასე რომ ვთქვათ. როგორც უკვე გავარკვიეთ, აი ეს 19 საუკუნე არც თუ ისე კომფორტული იყო ზოგადად კონსერვატიზმისთვის. სხვა იდეოლოგიებისგან განსხვავებით, როგორიცაა ლიბერალიზმი და სოციალიზმი თუნდაც, რომელიც მიდრეკილია ცვლილებებისკენ, გარდაქმნისკენ, განვითარებისკენ, კონსერვატიზმი ამ ყველაფერზე უარს ამბობდა. ცოტა ფრთხილი იდეოლოგია, იმიტომ რომ ჯერ უნდა დააკვირდეს, კარგად შეისწავლოს, დააკვირდეს იმას თუ როგორ გამოცადა ეს რაღაც სხვა და შემდეგ აითვისოს თვითონ. აი ესეთი გამოთქმაც ესადაგება ამას, რომ გაარკვიე მკურნალობა და ავადებაზე უარესი არ იყოსო. ერთი ძალიან კარგი კონსერვატიული გამონათქვამი ჩვენც გვაქვს საქართველოში, მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო. ეს ძალიან კარგად გამოხატავს ზოგადად კონსერვატიზმის მთლიან იდეას, შეიძლება ასეც ვთქვათ. ახლა უკვე გადავიდეთ იმ თემაზე, თუ როგორ გავრცელდა კონსერვატიზმი მსოფლიოში. კონსერვატიზმი საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა იმ ხალხისთვის, ვინც იმ დროისთვის ძალაუფლებას კარგავდა. ეს ხალხი კი იყვნენ მეფეები. აი აქ უკვე ჩაეყარა საფუძველი ავტორიტარულ კონსერვატიზმს. კონსერვატიზმი არ გაჩერდა ამაზე და ძალიან ბევრი განხრა აითვისა კიდე. ეს ავტორიტარული რაიმე ისეთი არ გეგონოთ, ავტორიტარიზმი ზოგადად ნიშნავს ცენტრალურ ერთპიროვნულ მმართველობას, რასაც მეფე ახორციელებდა რეალურად, ანუ ყველა მეფე ძირითადად იყო ავტორიტარი. ამის შემდეგ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში იყო ნამდვილი აფეთქება კონსერვატიზმისა, თითქმის მსოფლიო მოიცვა ამან და ამ დროს უკვე ეყრება ნეოკონსერვატიზმს საფუძველი, რომელიც იზიარებდა კონსერვატიულთან ერთად ამავდროულად ლიბერალურ ღირებულებებს, რომელიც ძირითადად საბაზრო თემას ეხებოდა. აი ამას მკაფიო მაგალითებად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის მთავრობები, რომლებიც კარგად იყენებდნენ როგორც კონსერვატიულ ფლანგს, ასევე ლიბერალურ ფლანგს, საბაზრო ურთიერთობების მხრივ.
ესენია მარგარეტ ტეტჩერის მთავრობა დიდ ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ბატონი რონალდ რეიგანი. ხო, ახლა უკვე მინდა დავსვა კითხვა. რა გახსენდებათ პირველი იდეოლოგია კონსერვატიზმი, როდესაც გესმით? დაწერეთ კომენტარებში და ამავდროულად არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. ძალიან დაეხმარებით არხს, ამით თქვენგან კიდევ დაახლოებით 20 წამი დაიხარჯება მაქსიმუმ. დიდი ალბათობით ასოციაცია, რომელიც გაგიჩნდათ ახლა, ეს იქნებოდა ან მურაბა, ან რომელიმე კონსერვი, რომელსაც ოჯახის სარდაფში შევხვდებით, ან რაღაცა ძველისადმი ნოსტალგია. პირველი ორი არაფერ შუაში არ არის, ხოლო მესამე რაღაც კავშირში არის. კონსერვატიზმის მთავარი იდეა შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ შევინარჩუნოთ ძველი. ეს იქნება რაიმე ტრადიცია, ინსტიტუცია თუ რაიმე სხვა ნებისმიერი. თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, იმიტომ რომ მარტო რაღაც ძველისა და გამოცდილის შენარჩუნება რომ გვინდოდეს, ჩვენ კონსერვატორებად არ ვიწოდებით. აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შემიძლია კარგი მაგალითი მოვიყვანო საბჭოთა კავშირი. როდესაც ინგრეოდა საბჭოთა კავშირი, მაშინ გამოჩნდა ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს, უნდოდა საბჭოთა კავშირის გაგრძელება და აი ამ დიდი იმპერიის უკდავყოფა. მაგრამ არიან თუ არა ისინი კონსერვატორები, რა თქმა უნდა, არა. იმიტომ რომ ისინი არიან კომუნისტები და მათთვის ოჯახებში ცალკე ქვაბია გამსადებული. ხო, ეს ხუმრობით. ბატონ შოთას მოვიკითხავ აქედან, ჩემს კომუნისტ მეგობარს. ხო, ისინი არიან კომუნისტები, ხო? ანუ, რა დასკვნამდე მივდივართ იქამდე, რომ მხოლოდ ის რომ რაღაც ძველი შენარჩუნება გინდა, არ გაქცევს კონსერვატორად. ეს უფრო არის კონკრეტული პოლიტიკური პოზიცია, ვიდრე კონსერვატორობა, ასე რომ ვთქვათ. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რა არის კონსერვატიზმი? და სწორიც ხართ, თუ ეს კითხვა გაგიჩნდათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ასოციაციით არის დაკავშირებული კონსერვატიზმი რაღაც ძველი შენარჩუნებასთან. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამორიცხავს კონსერვატიზმი, პირიქით ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. თუმცა მას აქვს ასევე სხვა შემადგენელი თვისებები და იდეები, რომელიც მას აქცევს სრულფასოვან იდეოლოგიად. და ესენია: ტრადიცია, ადამიანის არასრულფასოვნება, ორგანული საზოგადოება, ძალაუფლება და იერარქია და ასევე საკუთრება. აი ესენია რაღაც მთავარი იდეები, რომელიც კრავს როგორც იდეოლოგიას. ახლა ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ თითოეული მათგანი და გავიგოთ რას გვეუბნება. დავიწყოთ ტრადიციით. რა არის ტრადიცია? ესაა ღირებულებები, ადათ-წესები და ინსტიტუციები, რომლებმაც გაუძლეს დროს. ხოლო ვინაიდან დროს გაუძლეს, მაშინ კარგია. ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობს კონსერვატიზმი. ლიბერალიზმი ამ შემთხვევაში ძალიან მკაფიო ოპოზიციურ მხარეს დგას, იმიტომ რომ მას არ მოწონს რაღაცები, რაც ეწინააღმდეგება ინდივიდის თავისუფლებას. ინდივიდი არ უნდა იყოს ვალდებული გაითვალისწინოს ვიღაცების აზრი. ხოლო კონსერვატორები პირიქით მიიჩნევენ, რომ ზუსტად ვიღაცები არიან, ვინც ინდივიდს უნდა გადაუწყვიტოს თუ როგორ იცხოვროს. აი ესეთი პატარა დისონანსია ამ ორ იდეოლოგიას შორის. ლიბერალური ფლანგი ამბობს, რომ საზოგადოებამ შეიძლება რაციონალურად განჭვრიტოს ის თუ რა ჭირდება ამ და ამ მომენტში და აითვისოს ის. ხოლო მეორე მხარე, ანუ ჩვენი დიადი კონსერვატორები საკმაოდ კარგ არგუმენტს ეუბნებიან და ამბობენ, რომ ამ ტრადიციების ჩამოყალიბებას დაჭირდა ძალიან დიდი დრო და ძალიან დიდი რესურსი. ადამიანებმა ამაზე იფიქრეს და მივიღეთ საუკეთესო. აქ ცოტა დარვინისტული თეორიაც შემოდის, რომ საუკეთესო ტრადიციები გადარჩებიან დროთა განმავლობაში და ჩვენ დღეს რაც მივიღეთ, ეს არის აი შემოქმედების საუკეთესო სახე, რაც გასწიეს ჩვენმა წინაპრებმა. აი ეს წინაპრებამდე ძალიან საინტერესოდ მივედით. ედმუნდ ბერკი, რომელიც თავში ვახსენე, ამბობდა ასეთ რაღაცას, რომ ტრადიცია ესაა მიცვალებულთა დემოკრატია. მიცვალებულთა დემოკრატია იმიტომ, რომ მათ შექმნეს რაღაც, რაც დაგვიტოვეს ჩვენ. მას შესადამე მათ ხმა დაუტოვეს იმ ტრადიციებს,
რომლებიც ჩვენ დაგვიტოვეს. ჩვენ კი მათი ხმა უნდა გავითვალისწინოთ და აი ასე უაზროდ არ უნდა მოვისროლოთ მათ მიერ დანატოვარი. არსებობს ასევე რელიგიური არგუმენტიც კონსერვატიზმის სასარგებლოდ, რომ ვინაიდან სამყარო შექმნა ღმერთმავე დააწესა ის წესები, რაც არის ჭეშმარიტება და ჩვენ ამას უნდა გავყვეთ. თუმცა ცოტა არ იყოს და უსარგებლოა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა დროთა განმავლობაში და ეს ძალიან სუსტ არგუმენტად შეიძლება გამოიყენოს კონსერვატორმა. ეს თავი ვიწყოთ. რელიგია ბევრად უფრო მეც ნიშნავს კონსერვატიზმისთვის, ვიდრე ეს უაზრო არგუმენტი, იმიტომ რომ კანონები და წესები იცვლებოდა ოდითგანვე. ხოლო რელიგია და მასში არსებული დოგმა, განსაკუთრებით ჩვენს ქრისტიანობაში, იყო უცვლელი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვიცით და თუ ვინმემ რამე ხელები უფათურა შიგნით, ამას ჯერ ვერ გავიგებთ ალბათ. ახლა უკვე გადავიდეთ ადამიანის არასრულყოფილებაზე. რაც არ არის მთლად გონსმოკლებული თეზა, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანის გადაწყვეტილებებზე ძალიან დიდი გავლენა აქვს მასში არსებულ ქიმიას. გაგიგიათ ასეთი ტერმინი მანიპულატორი, რომელიც ფსიქოლოგიიდან შეიძლება გეცნოთ. ზუსტად თუ იცი ადამიანის ქიმია როგორ ცვალო, მაშინ შენ ხარ მანიპულატორი და გააჩნია რამდენად კარგად იყენებ ამას. ანუ ადამიანი ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს მანიპულაციის მსხვერპლი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაში შეეშალოს ხელი. ამიტომაც ჩვენ გვევლინება ისევ და ისევ ტრადიციები გადამრჩენლად და გვიწესებს რაღაც გაიდლაინებს, ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა ცხვირი არ წავიმტრიოთ, აი ესე ხატოვნად რომ ვთქვათ. ადამიანის არასრულფასოვნება არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ინდივიდი უმნიშვნელო ნაწილია. ვინაიდან კონსერვატიზმი საზოგადოებას მიიჩნევს როგორც ერთ ორგანიზმს, რომელიც შედგება სხვადასხვა ორგანოსგან და ნაწილაკისგან, ადამიანიც მისი შემადგენელი ნაწილია. ხოლო, რაც უფრო კოორდინირებულები არიან ერთმანეთთან, საზოგადოება მით უფრო მყარია და მით უფრო მიისწრაფვის წინ განვითარებისკენ. ხოლო, რაც უფრო მეტი ადამიანი შეიძლება შევადაროთ ჭანჭიქს, მოეშვება და მოძვრება საზოგადოებას, მით უფრო შეირყევა ის. არასრულყოფილება ადამიანის ბუნება და ამას ვერ გავექცევით. მუდმივად შეცდომას უშვებთ ჩვენ გადაწყვეტილებების მიღებისას, ანუ გვაქვს ჩვენ აზროვნების პრობლემა, ასევე არ შეგვიძლია დამოუკიდებლად გადავჭირათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენგანაც დაგვაწყდება და გვჭირდება ფიზიკური ძალის გამოყენება, ხშირად გვჭირდება მეგობრის დახმარება, მეგობრების, ან არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც გვჭირდება უცხო ხალხის დახმარებაც კი. სწორედ ამიტომ კონსერვატიზმი გვეუბნება, რომ ადამიანი არ არის სრულყოფილი არსება და მისი სრულყოფილება შეიძლება მიიღწეს კონკრეტულ საზოგადოებაში ინტეგრაციით. აი ასე ოსტატურად გადავდივართ ჩვენ ორგანულ საზოგადოებაზე, რომელიც კიდევ ერთი ქვაკუთხედია აი ამ იდეოლოგიისთვის. ისევ გავიხსენოთ ლიბერალიზმი და მოვიშველიოთ. რას ამბობს ლიბერალიზმი? იგი ამბობს, რომ საზოგადოება არის უბრალოდ სოციალური კონტრაქტი, ადამიანს შეუძლია ნებისმიერი საზოგადოებიდან გამოვიდეს, შევიდეს სხვა საზოგადოებაში და ასე შემდეგ. თუ გახსოვთ ჯერემი ბენთამი, რომელიც არის უტილიტარიზმის ფუძემდებელი, ამბობს ასეთ რაღაცას, რომ არ არსებობს საზოგადოებები, არსებობენ ინდივიდები და მათი ოჯახები. ანუ საზოგადოების ყველაზე ფართო ფორმად ლიბერალიზმისთვის მიიჩნევა ოჯახი. კონსერვატიზმს აი ესეთი რაღაცა რომ უხსენო, შეიძლება გული შეუყონდეს. იმიტომ რომ ოჯახი მისთვის არა ყველაზე ფართო, არამედ ყველაზე მცირე რამა, რასაც შეიძლება წარმოადგენდეს საზოგადოება. საზოგადოება არის ოჯახებისგან შემდგარი რაღაც სივრცე, სადაც თავს იყრის ბევრი ადამიანი. ეს ბევრი ადამიანი დროთა განმავლობაში თან ხმდება ცხოვრების წესებზე და ერთმანეთთან ინტერაქციის რაღაც საზღვრებზე, რაც გადაეცემა თაობიდან თაობას და ეს უკვე იქცევა ტრადიციად. ხოლო ამ ტრადიციების რღვევა იწვევს ამ საზოგადოების მოშლას. კონსერვატორებს კი არ მოწონთ, როდესაც რაღაცები იშლება. ანუ ამ იდეოლოგიისთვის
საზოგადოება არის ორგანული, ერთიანი არსება, ერთიანი ორგანიზმი, რომელიც შეუძლებელია ფუნქციონირებდეს რაღაც კომპონენტების გარეშე. ეს შეიძლება იყოს ინსტიტუციები, ეს შეიძლება იყოს წესჩვეულებები და ასე შემდეგ. სხვადასხვა ორგანო ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ ყველას ერთი და იგივე საქმე არ ავალია. ყველა არის იერარქიულად განაწილებული, ზოგი არის უფრო მაღლა, ზოგი არის უფრო დაბლა და აი ასე ვიღებთ ჩვენ მუშა საზოგადოებას, რომელიც მიისწრაფის მხოლოდ და მხოლოდ განვითარებისკენ და არ იხედება უკან. არა, უკან იხედება როგორ გატყუებთ ამ შემთხვევაში. თუ ჩვენ გვინდა განვითარება, უნდა ავაშენოთ მაქსიმალურად ერთმანეთში შეკრული საზოგადოება, რომელიც ყველაფერში გვერდში დაუდგება, თავის თანამოძმეს, თავის თანამემამულეს, იბატონებს მასზე ან მასზე იბატონებენ და ყველა ერთად დაიცავენ აი ამ საყვარელ ტრადიციებს. სიტყვა იბატონებენ მე შემთხვევით არ მithქვამს და სანამ დავიწყებ შემდეგი პუნქტის განხილვას, ძალიან კარგი ფილოსოფოსის სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ უფროსი მონა ემორჩილება თავისივე ბატონს, იმიტომ რომ თვითონ იბატონოს თავისი უმცროს მონებზე. ეს სიტყვები ძალიან კარგად აღწერს ადამიანთა ბუნებას და თუ დავაკვირდებით, ყველაფერი ზუსტად აი ასეა განაწილებული. არსებობენ იერარქიის თავში მყოფი ადამიანები, შემდეგ მათი ქვეშევრდომები, ისევ მათი ქვეშევრდომები და ასე შემდეგ, სანამ არ მივიღალთ კიბის ბოლო საფეხურამდე. ხომ გახსოვთ ზემოთ, რომ არაერთხელ ვახსენე, საზოგადოება არის ორგანიზმი, რომელიც უნდა მუშაობდეს შეთანხმებულად, რომელიც უნდა იყოს კოორდინირებული ერთმანეთში კარგად. ზუსტად ამისთვის საჭიროა იერარქია. უნდა არსებობდეს სასამართლო, უნდა არსებობდეს პარლამენტი, უნდა არსებობდეს მეზობე, უნდა არსებობდეს პრეზიდენტი, პრემიერი, TBC ბანკის დირექტორი, TBC ბანკი არ გვასპონსორებს სამწუხაროდ. და ასე შემდეგ. იერარქია საჭიროა. ვიღაც უნდა იმორჩილებოდეს ვიღაცას, რათა წავიდეს ყველაფერი წინ. პირველადი ტიპის კონსერვატიზმში ცოტა განსხვავებული თემაა, მაგრამ თანამედროვე კონსერვატიზმი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოციალური მობილობის საკითხს. სოციალური მობილობა რა არის, ხო? როდესაც შენ ხარ ღარიბი და მდიდრდები, ან როდესაც ხარ მდიდარი და ღარიბდები. პირველი უკეთესია. ეს იწვევს კონკურენციას და შეჯიბრებითობას, ხოლო შეჯიბრებითობის პრინციპი, რომელსაც ლიბერალიზმიც იზიარებს, აი აქ უკვე ემთხვევენ ერთმანეთს, ჩვენ გვიქადის კეთილდღეობას და პროგრესს. ადამიანის ძალაუფლება რაღაცაში უნდა გამოიხატოს. ჩვენ ახლა უკვე მივადგეთ საკუთრების პუნქტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ზევით 4 ჩამოთვლილი. კონსერვატიზმის საკუთრებას უყურებს როგორც ძალაუფლების საზომს და ჯილდოს, ასე რომ ვთქვათ. რაც უფრო მეტი გაქვს ქონება, ანუ მით მეტი იშრომე და რა ვიცი, ყველაზე ისეთ შემთხვევაში კარგი მემკვიდრეობა მიიღე. აი ეს წარმატება კი უნდა იყოს დაცული და გარანტირებული, რათა ადამიანებმა მოახდინონ ფულის დაბანდება, დაგროვება და ასე შემდეგ. ამისთვის საჭიროა სასამართლო და კარგი მართლმსაჯულების სისტემა. ახლა უკვე შეჯამებისკენ რო წავიდეთ, ბევრს შეიძლება გეგონოთ კონსერვატიზმი ძალიან მდორე იდეოლოგია, მაგრამ ეს ასე არ არის მთლად, იგი არ უარყოფს ბოლომდე რაღაც ცვლილებების ჩატარებას თუნდაც სისტემაში. უბრალოდ ფრთხილობს. ანუ ჯერ უნდა დააკვირდეს კარგად და კაფიო გარანტიები უნდა მიიღოს იმისა, რომ უკვე არსებულ სისტემას არ დააზიანებს და პირიქით უკეთეს გახდის. და თუ საერთოდ არაფერს არ ცვლის, მაშინ ცვლილება საჭირო არც ყოფილა.